ყოფილი ხელისუფლების პერიოდში დაზარალებულ მოქალაქეებს მთავარმა პროკურატურამ უკანონო ჩამორთმეული 5 ავტომობილი და 80,000 ლარი დაუბრუნა. საქმის პროკურორი მოქალაქეებს თავად შეხვდა და ქონების გადაცემის პროცედურებიც გააცნო. საქმე 2010 წელს სამშენებლო კომპანიამ მშენებელი 21-ს დამფუძნებელ სიმონ ცეცხლაძეს ეხება, რომელსაც პროკურატურის ცნობით საპროცესოს გაფორმებისა და საპატიმროს დატოვების სანაცვლოდ 300,000 ლარი უნდა გადაეხადა, საიდანაც 100,000 ჯარიმაში გაიქვითებოდა. ხოლო დარჩენილი თანხით პროკურატურისთვის საჩუქრად ავტომობილები აკეტინეს. მეორე დაზარალებულს კომპანია ბაბის დამფუძნებელს კი ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ჩამოართვეს 80,000 ლარი. სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის ცნობით მთლიანობაში საბოლოოდ გახსნილია მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 38 ეპიზოდი და მხილებულია 29 საჯარო მოხელი. აქედან 5-ის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. დაზარალებულად კი 57 პერია ცნობილი. ჯამში დაბრუნებულია 16 მილიონი ლარის ღირებულების ქონება. ხავი ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დამფუძნებელი საქმიანობიდან გამომდინარე მაშინ ესე ჩანდა დამიჭირეს. სანაცვლოდ ოჯახი აიძულეს რომ ბრალდებას მეყენებდნენ ისაც აბსურდულს, რომელიც სინამდვილეს არ აქვს შესაძლებელი არასდროს შემთხვევაში და შემდეგ აიძულეს ოჯახი აიძულეს რომ დაეყიდათ ქონება. ეს მანქანები გაიცნო პასტის საჩუქრად. 80,000 ლარი გადაახტევინეს 2010 წელს ბატონ ამირანის წინსწრებით საახსნელო ბიუროს ანგარიზე ჩაარიცხინეს. ეს მოხდა სასწაული, მადლობა ამ მთავრობას. ქონების იძულებით ჩამორთმევის მორიგი ფაქტები გაიხსნა, რასთან დაკავშირებითაც ხილებული იქნენ პროკურატურის ყოფილი თანამდებობის პირები, ხილებული პროკურორების განსაკუთრებული თანამშრომლობიდან გამომდინარე, მათ მიმართ პროკურატურამ მიიღო დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით დევნის არ დაწყების დადგენილება და აღნიშნული პროკურორები არ იქნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულები, თუმცა საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და კვლავ გაგრძელდება, ვიდრე არ მოხდება მაღალი თანამდებობის პირების მიმართ ბრალეულობის დამდგენი ნიშნების გამოკვეთა.